Okay. გავადიდო, არ ვიცი გადიდება როგორ უნდა. მეც ვერ გავადიდებ სამწუხაროდ. შენ გაადიდე და ესიც იმას იზავს, დაინახავს. არის მის? დუდიში? ეხა? Okay. ვის დაზუმოს? არა, იყოს ვიგავს, არაფერი არა. ჩვენი რა. შე, ყველამ დავასკანეთ კი უარი? ვინმე ხო არ დარჩა? აი, დავაცადეთ კიდე. აქ არის full screen-ი სხვათა შორის სადღაც 1 წუთი, რომელიც რატომღაც არ ვიცი საიდან არის. 1 წამით switch to full screen. ეგ უნდა იყოს. Okay, ეგ არის. დარჩა ვინმე? აი 46 დაჯოინებული ადამიანია. Okay, მოდი ახლა გავაკეთებ მცირე შესავალს. გიორგი ვიღებ და მაინც მან უნდა დაგიგები. ხო, მოკლედ 10 კითხვა შევარჩიე. ამ 10 კითხვიდან ზოგი არის C#-თან ასოცირებული, ზოგი არის სახალისო, ზოგს სახალისო პასუხი აქვს და მოკლედ მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება. თითო კითხვისთვის გაქვთ 25 წამი და 200 ქულიდან იწყება და ნელ-ნელა აკლდება და რაც უფრო სწრაფად გასცემ, მით მეტ ქულას გიმატებს რა. ანუ პირდაპირ პროპორციულია, რაც სწორად გასცემ და სწრაფად, მით უფრო მეტ ქულას იღებ. გამარჯვებული იქნება ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება 10 კითხვის ბოლოს. როგორც უკვე ვთქვი, პირველ და მეორე ადგილს დავაჯილდოვებთ Microsoft-ის ოფიციალური მერჩით, რომელიც სპეციალურად ამ კონფერენციის ამ ადგილისთვის, ამ event-ისთვის გამოიგზავნა. დამავიწყდა დასაწყისში მე თქვა რომ ეს event-ი რეალურად ჩატარდა იმიტომ რომ .NET 10 გამოვიდა და ჩვენებურად .NET-ერები აღნიშნავთ ამ საკითხს ამგვარად. და ხო, მოდი დავიწყოთ. სტარტს როგორც კი დავაჭერ, კითხვას შეგიძლიათ დახედოთ თქვენთან ტელეფონში და დანარჩენზე ვისაუბროთ. პირველი კითხვა. რას დაბეჭდავს კოდის ეს ფრაგმენტი? ტელეფონში გაქვთ. დაფაზე ნუ კითხულობთ. ცამეტი წამი. ჩვიდმეტი 21 ადამიანმა გასცა სწორად. Okay, ნახოთ ლიდერბორდზე რა ხდება. Random ბროჩაჩო არის პირველ ადგილზე. Okay. დავედით. კითხვა ნომერი მეორე. ვინ დგას ჩემს გვერდით? ძალიან საინტერესო ადამიანია სხვათა შორის და ერთ-ერთი წარმატებული, ყველაზე პოპულარული test driven development-ის თოქი აქვს, რომელსაც დაახლოებით 9 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ასევე ცნობილია იმითი, რომ მიკროსერვისების where it went wrong ეგეთი თოქი არსებობს, რომელიც ასევე იან კუპერის არის და იან კუპერი არის ძალიან უნიკალური ადამიანი, რომელიც გავიცანი და ვესაუბრე ძალიან ბრიტანული აქცენტით სხვათა შორის. ნახევარი არ მესმოდა რას ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან კარგი პიროვნებაა, გაბი დაგიდასტურებთ. კაი, ვინ არის ლიდერბორდში პირველ ადგილზე? Okay. George, რა თქმა უნდა. Okay. შემდეგ. მესამე კითხვა. რას აპროტესტებდა ეს ხალხი ერთი თვის წინ ბრიუსელში? AI სწრაფ განვითარებას, კლიმატის კრიზისს, Windows 10-ის საპორტის შეწყვეტას, cloud ეკოსისტემების მასიურ downtime-ს.
2 1 ერთი თვის წინ ეს ადამიანები ნამდვილად აპროტესტებდნენ Windows 10-ის საპორტის შეწყვეტას. მიზეზი ამის რადგან გაინტერესებთ არის ეგეთი, რომ Windows 11-ის ლიცენზია ღირს საკმაოდ ძვირი და ძველ კომპანიებს, რომელიც ძველ მანქანებზე და ძველ გარემოზე მუშაობენ, არ უნდათ რომ გადაიხადონ საფასური ახალი ეკოსისტემისთვის, ახალი device-ებისთვის და ასე შემდეგ და ამის გამო ძალიან გაბრაზებულები არიან და ითხოვენ რომ Windows-აც არ შეუწყდეს საპორტი. Okay? სხვათა შორის ამათი კითხვიდან 7 არის ჩემი მოგონილი, 3 არის სპიკერების. პირველი იყო ირაკლი გაბისონიასი, ბოლოსკენ 2 არის, ერთი არის გიორგისი და ერთი არის ლევანისი. შემდეგ. ვინ არის პირველზე? GD. Okay. შენ ახლა? Okay, კაი. ირაკლი მეორეზე, დიმიტრი მესამეზე, შაკო შემდეგზე. Okay. სხვათა შორის GD და ირაკლის ერთიქულიანი სხვაობა აქვთ. გადავედით. შემდეგი კითხვა. რომელ პოპულარულ open source ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს იმეილის მომპარავი malware-ი? MOQ, Serilogy, Dapper, Fluent Validation. ამ 4-დან ალბათ ყველას ვიყენებთ .NET-ერები, მაგრამ ერთ-ერთი გამოდგა პრობლემური. იმიტომ რომ მასში აღმოაჩინეს იმეილის მომპარავი malware-ი. და ეს არის MOQ. MOQ 2 წელიწად ნახევრის წინ დაახლოებით მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ GitHub-ის source code-ში აღმოჩნდა sponsor link-ის URL-ი, რაც ნიშნავს ეგეთ რაღაცას, რომ როდესაც თქვენ აინსტალირებდით MOQ-ს თქვენს აპლიკაციაში, ის ამოწმებდა GitHub-ზე გამოწერილი ქონდა თუ არა მათი რაღაცა account-ი. ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო, მაგრამ ხო, ეგ არის იდეა. და ამის გამო community-ში ძალიან დიდი პრობლემები იყო, ზოგმა უარი თქვა MOQ-ს გამოყენებაზე და replacement-ების მოძებნა დაიწყეს და ხო, საერთო ჯამში MOQ გამოდგა ეგეთი პრობლემური, რომლის გამო დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი არ ენდობა MOQ-ს და იყენებენ მის ალტერნატივებს, fake it is-ის, n-substitutes და ასე შემდეგ. Okay, ნახოთ რა შედეგია leaderboard-ზე. GD არის ისევ პირველზე, მეორეზე არის ირაკლი, მესამეზე არის დიმიტრი. Next. მეხუთე კითხვა. რომელი keyword-ი არ გვხვდება C#-ში? External, unmanaged, required variant. Okay, C#-ში არ ხდება keyword-ი ვარიანტი. იმიტომ რომ სხვა დანარჩენი ხელმისაწვდომია, required არსებობს, unmanaged არსებობს, external არსებობს. შემდეგი ვნახოთ leaderboard-ი. GD. მართლა არ ხარ შენ? კაი. Okay, კაი. შემდეგი. მეექვსე კითხვა. ვინ არის C#-ის პირველი ვერსიის შემქმნელი? Bill Gates-ი, Anders Helsberg-ი, Uncle Bob-ი, Matt Torgersen-ი. ვინ შექმნა C#-ი? არიპატიება ამაზე არასწორი პასუხი არავის საერთოდ მართლა იმენა როგორც გინდათ ისე გადაიწერეთ პირდაპირ. Anders Helsberg-ი რა თქმა უნდა. Matt Torgersen-ი მოუნიშნია 17 ადამიანს. წინანდვილებში Matt Torgersen-ს არ შეუქმნია C#, მაგრამ დღესდღეობით აგრძელებს Anders Helsberg-ის გზას, იმიტომ რომ Matt Torgersen-ი არის მთავარი lead designer-ი C# ენის Microsoft-ში. ფათაშორის ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან მეგობრულია და პერსონალურად რომ გავიცანი, აი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოგონება რაც დამრჩა ჩემი პორტუგალიაში მოგზაურობისა იყო რომ Matt Torgersen-ი გავიცანი, რომელიც არის საოცარი პიროვნება რეალურ ცხოვრებაში. Uncle Bob-ს C# ნამდვილად არ შეუქმნია, მაგრამ ცნობილი
solid-ის პატერნების შემკვრელია ერთ-ერთი და ასევე agile manifesto-ზე აქვს ხელი მოწერილი. ასე რომ ხო, თანამედროვე clean code-ი ასევე მისი წიგნია, X-სერიების წიგნების clean architecture, agile C# და ასე შემდეგ, ასევე Uncle Bob-ის თაოსნობით. მათ შორის ერთი წიგნი გამოვიდა We Programmers, რომელიც როგორც მახსოვს DevTherapy-ის ირაკლი გაბისონიას რეკომენდაციებში იყო და ძალიან კარგი წიგნია და ეგ შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ და გამოდის მე მგონი წელს როგორ დაანონსა ერთი თვის წინ თუ არ ვწდები Uncle Bob-მა Clean Code-ის მეორე ვერსია, იმიტომ რომ თვითონვე თქვა რომ ბევრი რაღაც შესაძლებელი მაქვს. ნუ მე მაინც ვიტყოდი რომ ფული შემოვაკლდა, არა? ოკეი, ხო. აი, შემდეგი. ვინა leaderboard-ზე? GD ისევ, Dimitri, George და Vanos. აი. შემდეგი კითხვა. რომელ ცნობილ ფიგურას აქვს სხეულის ორგანო სისტემატურად დაერთებული Microsoft Azure-ის სერვისზე? Satya Nadellas, მე, John Skitz და Scott Hanselmans. Okay, აი. მოდი ახლა ავხსნი ამ თემატიკას, რადგან ეგეთი გამოხმაურება მოყვა. ხო, Satya Nadella სინამდვილეში არის Microsoft-ის CEO და უბრალოდ იუმორის პონჩი იყო აქ ჩვეულებრივ არნაირი მიზანი არ ქონია. John Skitty ყველამ ვიცით. John Skitty არის Stack Overflow-ზე ყველაზე მეტი პასუხის მქონე ადამიანი და top rated-ში პირველი ადამიანია, რომ მასზე მეტი პასუხის Stack Overflow-ზე არავის არ გააჩნია და არც რეიტინგი. უბრალოდ აქ ერთი მომენტია, John Skitty Microsoft-ში დიდი ხანია აღარ არის, რაღაც უთანხმოება მოუვიდათ, აი აღარ ვიცი დეტალები, რა თქმა უნდა. Microsoft-ი John Skitty არის head-ი Google-ში, ასე რომ ვთქვათ, Google-ში არის და იქ განაგებს C#-ის ყველაფერს, იმიტომ რომ მაგაზე მაღალი ტიპი მან და ეხლა შეიძლება ჩემ თემატიკას არ ვიცი 28 ადამიანმა რომ მომნიშნა მე ვინც არიცით ვარ სმენა დაქვეითებული სმენის პრობლემა მაქვს ვატარებ სმენის აპარატს და ვინც იცის ჩემი ეგ მდგომარეობა სავარაუდოდ ჩათვალა რომ რაღაცნაირად Azure-ზე მაქვს ჩემი თავი დაერთებული მაგრამ არა ვითარე მე ნამდვილად არ მაქვს Scott Hanselmans აქვს მისი შაქრის დიაბეტის მეორე ტიპის დიაგნოზი, რაც ნიშნავს ეგეთ რაღაცას, რომ მას თავის ხელზე და აი ამ ადგილას მუცელთან დაახლოებით აქვს სისხლის სენსორი, რომელიც გადასცემს სისხლის მონაცემებს ტელეფონს სისტემატიურად ყოველ რაღაც პერიოდში ერთხელ. ტელეფონი გზავნის REST HTTP request Azure-ის სერვერზე. Azure-ის სერვერი აპროცესებს, ბაზაში ათავსებს რაღაცას და ავტომატურად მაქედან მე ხდება ის, რომ Scott Hanselmans თავის ტერმინალში აქვს live ინტერაქცია მის სისხლის და შაქრის ლიმიტის, ასე რომ ვთქვათ რა. ხო, ასე რომ მე ნამდვილად არ მაქვს ორგანოს სხეულს Azure-ზე დაერთებული. ჯერჯერობით. Okay. Vano ამოვიდა ზემოთ, Dimitri, George. შემდეგი. მერვე კითხვა არის თუ არ ვწდები, ხო, რას დაბეჭდავს კოდის ექსპლაგენ. ეს არის ლევანისგან. 20 AI does not understand the context. AI asks what number times 2 error. Okay. პასუხი არის AI გეკითხებათ what number times 2. ეხლა რატო? არ ვიცი უსმინეთ, რა თქმა უნდა უსმინეთ ლევანის talks. ლევანი თქვა ეგეთი რაღაცა, რომ სინამდვილეში ყოველი ეს request-ი chat history-ის გარეშე არის დამოუკიდებელი. შესაბამისად ის states ვერ ინახავს და აქედან გამომდინარე AI ვერ ხვდება წინა კითხვას თუ რა კითხვა დაუსვა მომხმარებელმა მას. ამიტომ ათვლას იწყებს იქიდან, საიდანაც უშუალოდ ბოლო კითხვიდან ასე რომ ვთქვათ. რა ამ შემთხვევაში ბოლო კითხვა იყო what about times 2 და AI დაიბნა და დააბრუნა პასუხი what number times 2. და endpoint error არის გადაცემული მასში. როგორ? მეთოდში ნახე. End open AI chat completion-ში. Endpoint არ არის გადაცემული და ანუ error-ზე.
არა, სინამდვილეში AI კონტექსტს ამ შემთხვევაში გაიგებდა. ჩვეულებრივ, ანუ რადგან პასუხს აბრუნებს, ეგ კონტექსტის გაგება ამ შემთხვევაში ეგრე მუშაობს, ეგ ლაიბრარი. კაი, შემდეგი კითხვა, ჯერ ლიდერბორდი ვნახოთ. დიმიტრი ამოვიდა ზემოთ, GD ისევ ყველაზე წინ არის და ბოლო კითხვა თუ არ ვწდები. ბოლოს წინა კითხვა. კითხვა არის გიორგი დალაქიშვილისგან. რითია ჯიმი ბოგარდი ყველაზე მეტად ცნობილი? ავტომაპერის დაწერით, მედიატერის დაწერით, making your stack traces longer, CQRS-ის შექმნით. ყველაზე მეტად არის გაწითლებული სპეციალურად. პასუხი არის making your stack traces longer. ეხლა რატო? იმის გამო რომ ჯიმი ბოგარდის ორი ყველაზე პოპულარული ლაიბრარი, მედიატერი და ავტომაპერი ალბათ .NET-ის უმრავლესობა პროექტებში არის გამოყენებული. Twitter-ზე გაჩნდა ეგეთი ხუმრობა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთის დიპენდენსებს იწვევს და exception-ის დროს ძალიან უზარმაზარი stack trace-ი წარმოიქმნება. ამიტომ ჯიმი ბოგარდის ეს ორი ლაიბრარი ძალიან ბევრს არ უყვარს, მათ შორის მე, იმიტომ რომ ხო ძალიან გააფუჭა development-ი ამ მიმდინარეობა, რასაც ავტომაპერი და მედიატერი ქვია, იმიტომ რომ ხშირად მედიატერი ერევათ სხვა რაღაც პატერნებში რა, მაგალითად უშუალოდ CQRS-ში და domain driven design-ში, რაც არასწორია და მაგაზე ამ წამს არ ვისაუბრო. ლიდერბორდი, რა ხდება ლიდერბორდში? ზურაბა ამოვიდა ზემოთ, მესამეზე დიმიტრი, ვანო არის მეოთხე და ხო, ძალიან ისა. კაი, ბოლო კითხვა. ბოლო კითხვა არის ასევე ჩემგან. ჩამოთვლითაგან რომელი არ არის მიკროსერვისების პატერნი? Saga პატერნი, Strangler Fig პატერნი, Bulkhead პატერნი, Chimera პატერნი. Chimera პატერნი, ნამდვილად. იდეა ამისი უკან იყო ეგეთი რაღაცა, რომ ხო, Saga პატერნი ნამდვილად არის, Strangler Fig-ი არის, Bulkhead-იც არის მიკროსერვისების პატერნი. Chimera საერთოდ არაფერი არ არსებობს ეგეთი, გარდა მითიური ბერძნულ მითოლოგიაში ეგეთი ცხოველია, რომელშიც გაერთიანებულია ლომი, გველი და თუ არ ვწდები თხა. და შესაბამისად პირველი რატომღაც ეგ გამახსენდა და აი აქ ეგრე მაგიტომ მოვიტანე პასუხებში. ეხლა გადავიდეთ ჩვენს სამ გამარჯვებულში. გამარჯვებული არის GD, ბატონი გიორგი. მეორე ადგილზე არის ვანო. აი ვანო, აში ვანოს და მესამე ადგილზე არის დიმიტრი. დიმიტრი რომელი ხარ? всё, დიმიტრი აქ არის. ოკეი. გადაგეცემათ Microsoft-ის მერჩები, როგორც უკვე თქვით, მე ამას გადმოგცემთ ულამაზესი ეგეთი ჩანთები და ხო დანარჩენი რაღაცები შიგნით ყრია სათამაშოები. ეხლა ბოლო თქმას ვიტყვი და შეგვიძლია დღევანდელი დღე დავასრულოთ. პირველ რიგში უდიდეს მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისთვის. feedback form-ი უკვე გაქვთ გამოგზავნილი, დასკანერებული, თუ არ გაქვთ კიდევ გავაზიარებ და ძალიან გთხოვთ რომ მოგწეროთ, რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ, როგორ მოგეწონათ event-ი. მინდა რომ აი ეს სტიკერები წაიღოთ, იმიტომ რომ ხო რაღაცა დაგვრჩა ძალიან ბევრი. კი, აი ეს ორი რაღაცაც შეგიძლიათ კუბიკ რუბიკი, ვინც პირველი აიღებს, შეგიძლიათ წაიღოთ. ეხლა რამოდენიმე რაღაც მინდა ვთქვა რა. სინამდვილეში ეს .NET Georgia არის ჩვენი community და ემსახურება იმას, რომ ეს community ინტერაქციები ძალიან გავამყაროთ .NET-ერებთან, დავაკავშიროთ და მსგავსი აქტივობებით ხელი შეუწყოთ ასეთ აქტივობებს რა. მადლობა მინდა მოუხადო EPAM-ს, რომლებიც დაგვეხმარნენ, პრიზებში დაგვეხმარნენ ასევე, იმიტომ რომ ამ Microsoft-ის მერჩის იქით ჩანთაში კიდე რაღაცები ალაგია, მაგრამ არ ვიცი რა ალაგია, მაგრამ EPAM-ისგან არის, ეგ ზუსტად ვიცი. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო Microsoft-ს, რომელმაც ოფიციალურად დაგვლისტა თავიანთ web page-ზე. გარდა ამისა, გამოყო ფული თანხა იმისთვის, რომ ეკლერები და რაღაცები გესიამოვნათ,
გესიამოვნოთ ასე ვთქვათ. და ხო, სულ ეგ იყო. ამ მითაფებს გავაგზელებთ, ძალიან ბევრ საინტერესო კონტექსტს თავაზობთ მომავალში და ერთი თხოვნა მაქვს კიდე. ვინც არ იცით, თუ უმეტესობა ალბათ იცით, მე მაქვს პოდკასტი დევთერაპი და პროსტა შედით და დამალაიქეთ და დამასაბსკრაიბეთ. მეც არაფერს არ გთხოვთ მართლა. მადლობა დიდი. და მადლობა საბას პერსონალურად რომელმაც ფოტოები გადაგვიღო. მადლობა მეგობრებო.